2025 წლის კიდევ ერთი წარმატებული პროექტი სახელწოდებით მეგობრობა გზად და ხიდად. გიზიარებთ პროექტის ფარგლებში მოპოვებულ 13 დეკემბრის ვიდეო რეპორტაჟს. ამჯერად საქართველოს დელეგაცია ბურსაში, იზნიკში განსაკუთრებულად შრომის მოყარე და წარმატებულ ქალაქის მერს ბატონ მეჰმედ კან უსტას ეწვია. ბატონმა მეჰმედმა საქართველოს დელეგაციის წევრებს უამრავი საინტერესო პროექტი შესთავაზა. როგორიცაა სტუდენტური ჯგუფების გაცვლა-გამოცვლის პროგრამაში ჩართულობა. და რაც მთავარია ბანაკები, რომელიც თურქეთელი ქართველების შთამომავალს კიდევ ერთხელ უფრო კარგად დაეხმარება იმაში, რომ მათაც უყვარდეთ ქართული ენა, კულტურა, ტრადიციები და თურქეთელი ქართველების მომავალ თაობას მეტი ესმოდეთ საქართველოს შესახებ. ქალაქის მერსა და დელეგაციას შორის განხილული თემები მოიცავდა კულტურას, განათლებას, ეკონომიკას, ტურიზმს. ფიქრობ, უშედეგოდ არ ჩაივლის ეს შეხვედრები. მოგვიანებით ამ შეხვედრას ასევე შემოუერთდა რაიონის მერი, წარმოშობით ქართველი, ბატონი ინან შაჰინი და მისი საბჭოს წევრები. მაგის კაცია. მაგის დედა ანაი კაცია. გავხდათ შეხედეთ ვიქცე გავხდათ. შეხვედრა სასიამოვნო ნოტით დასრულდა. ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეახსენეს თურქეთელმა ქართველებმა და დელეგაციასაც ამაყად წარუდგინეს, რომ ქართველი დედის შვილები იყვნენ. ბატონმა ადემმა შეხვედრა დასასრულისკენ წაიყვანა. შემაჯამებელი სიტყვით შეგვახსენა ორივე მხარეს, რომ წინ დიდი და შორი გზა გვეყოდა. სოფლები, რომლებიც ფეხდაფეხ უნდა დაგვევლო. შევხედროდით იმ ქართულ მოსახლეობას, რომელი მოსახლეობაც დღემდე ცდილობს საქართველოს კულტურა, ტრადიციები და ადათ-წესები შემოინახოს. შეხვედრები საჩუქრების გადაცემის ცერემონიალით დასრულდა. დელეგაციის წევრებს ოფიციალურად ქალაქის მერმა განსაკუთრებული სამახსოვრო საჩუქრები გაუკეთეს. ქართულ-თურქული მხარის შეხვედრებს ტრადიციულად არც ქართული მხარე ტოვებდა უსაჩუქროდ. ქართულ ღვინოს ჩოხითა და ფაფახით გამოწყობილს უტოვებდა თითოეულ მასპინძელს და ყველაზე განსაკუთრებული საჩუქარი აჭარული სამოსი, ყაბალახი, რომლით შემოსვაც ყველაზე მეტად ხიბლავდათ და მოსწონდათ მასპინძლებს. თბილისის საკრებულოს დელეგაცია თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით შეხვედრებს მართავთ თურქეთში მცხოვრებ ქართველებთან, რომლებიც დამკვიდრებულები არიან 150-200 წელია უკვე, რომლებიც ინარჩუნებენ ქართულ კულტურას, ტრადიციას და ადათ-წესებს. შევხვდით ქართველებს როგორც ოფიციალურ პირებს, ისე შევხვდით ქართულ ბიზნესმენებს, ასოციაციის წარმომადგენლებს, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, ვისაუბრეთ საქართველოსთან კავშირების განყარებაზე, კულტურული თუ ეკონომიკური თვალსაზრისით, თბილისთან კონკრეტულად. იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს კავშირები კიდევ უფრო აქტიური და ხელშესახები გახდება მის შედეგები. დიახ, ასე ნაყოფიერად დასრულდა კიდევ ერთი შეხვედრა და გავუყევით იმ გზას, რომელი გზაც ქართულ სოფლებში მიგვანდა. მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციის თითოეული წევრი ძალიან გადაღლილები ვიყავით, ქართულ ტერიტორიაზე გახსნილი მუზეუმებისა თუ სანახაობის შესახებ ინფორმაციის მოსმენაზე უარს არასდროს ვამბობდით.
ფანტაზია და მომწონს ძალიან. ეხლა ვარ იზნიკში, როგორ ჩაიარა და ფილმის დარწმუნებულა ბარსელონაში საუკეთესო ფილმი. ეს დროები დაგველოდეთ და გავხურეთ. დიახ, სტუმრობა მუზეუმებსა და ქართულ სოფლებში დოკუმენტური ფილმის შემდეგ ნაწილში გვექნება. ქართულ ტრადიციულ მასპინძლობასაც არ დავივიწყებთ და ანსამბლი ოქროს შესრულებულ ცეკვებსაც შემოგთავაზებთ.